გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ BMG TV-ს ეთერში გადაცემა რედაქტორის დროა. მე გადაცემის წამყვანი და ვებგვერდ BMG-ს რედაქტორი ვიქტორია მღებრიშვილი ვარ. რედაქტორის დღევანდელ კითხვებს კი საკონსულტაციო კომპანია IBCCS-ის საქართველოს თანადამფუძნებელი და რეგიონალური დირექტორი ირაკლი არჯევანიძე იქნება. სანამ სტუმართან დავიწყებთ საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წლის ბოლო და 2025 წლის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთული და კრიზისული აღმოჩნდა. 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული თითქმის 50 დღიანი პროტესტის კიდევ ერთი კულმინაციური დღე გუშინ საპროტესტო აქცია გაიფიცეს საქართველოს სახით ჰქონდა. რადგანაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საყოველთაო გაფიცვას მცირე თუ მსხვილი კომპანიები, მათი ხელმძღვანელები, რიგ შემთხვევაში კი თანამშრომლები შეუერთდნენ. ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციებზე უკანონო დაკავებულების გათავისუფლება. ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლებსაც მოქალაქეებთან ერთად ბიზნესის ნაწილიც ითხოვს. ქართული ოცნების რიტორიკა კი უცვლელია. მართველი პარტია 2025 წელს აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა დროებითია და 20 იანვრის, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. არადა ამ დროს იზრდება იმ პირთასია, ვინც დასავლეთის ქვეყნების სანქციების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც, ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ კონგრესმენებმა ამერიკის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ბიზნესმენებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას დასანქცირების შესახებ წერილი მისწერეს. ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ პროტესტს ბუნებრივია გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზეც. ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციები თუ პოტენციური პარტნიორების მოზიდვა ეკონომისტების შეფასებით გართულდება. მით უფრო მაშინ, როდესაც ამერიკიდან და ევროპიდან ფინანსური დონაციებზე სახელმწიფოსთვის შეჩერებულია. სწორედ ამიტომ რედაქტორის ეთერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელს ირაკლი არჯევანიძეს ვუთქვამთ. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ აისახება დღეს არსებული ვითარება საინვესტიციო კლიმატზე, რამდენად იმოქმედებს ბიზნესის კეთებისას და ინვესტორთა განწყობებზე და როგორ უნდა შეძლოს კერძო სექტორმა კრიზისულ პერიოდში საქმის გაგრძელება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ყველაფრის გათვალისწინებით საინვესტიციო მიმზიდველობა არ დაკარგოს. გარდა ამისა, ირაკლი არჯევანიძეს ვთხოვთ IBCCS საქართველოს 2024 წლის შედეგებიც შეგვიფასოს და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიაროს. აქვე გეტყვით, რომ IBCCS საქართველოს საერთაშორისო კომპანია IBCCS taxis ქართული წარმომადგენლობაა. საერთაშორისო კომპანიას საქართველოს გარდა ოფისები კვიპროსში, ესტონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. კვიპროსში კომპანიის დამფუძნების შემდეგ პარტნიორებმა წარმომადგენლობის გახსნა 2018 წელს საქართველოშიც გადაწყვიტეს და 6 წელია, რაც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსა და მიმზიდველობას საერთაშორისო ბაზარზე ყიდიან. კომპანიის ბიზნეს საკონსულტაციო არეალი ვრცელია და ქართულ ბაზარზე კომპანიის დაფუძნებიდან დაწყებული საბუღალტრო, იურიდიული და საგადასახადო საკითხების მოწესრიგებით, ასევე ბინადრობის შესაძლებლად უძრავ ქონებაში პროექტებსა და სტარტაპებში ინვესტირების საკითხებს მოიცავს. ჩვენი სტუმარი უკვე სტუდიაშია. გამარჯობა ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ სტუდიაში. მადლობა, შექმნილ მდგომარეობის გათვალისწინებით მართლა გამოწვევა იყო, რომ მოსულიყავით თქვენ ოდესა რა, მადლობა მოწვევისთვის. ირაკლი, რა თქმა უნდა, საუბარი მინდა შეფასებით დავიწყოთ, ხედავთ ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის. გარდა იმისა, რომ 50-ე დღეა, რაც გრძელდება ეს პროტესტი ქვეყანაში, ხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც მძლავრდება ის მექანიზმები, რასაც სანქციები ჰქვია და უკვე ბიზნესიც მოიხსენიება შესაძლო დასასანქცირებელთა შორის. მე მაინტერესებს დღეს როგორ აფასებთ თქვენ ბრძანდებოდით ზაფხულში BMG TV-ს გადაცემა წერტილში სტუმრად და მაშინ პოზიტიური მოლოდინები გქონდათ. დღეს როგორ აფასებთ თქვენ როგორც საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი არსებულ ვითარებას, რა გავლენა აქვს დღეს შექმნილ ვითარებას საინვესტიციო კლიმატზე და ბიზნეს გარემოზე? არ მგონია ადამიანი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ დადებითი გავლენა აქვს ამას ბიზნესზე. ცალსახად არა, ამას აქვს უარყოფითი გავლენა ბიზნესზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ეს ყველაფერი შორიდან გაცილებით უფრო აღმატებულ ხარისხში ჩანს. შესაბამისად, როცა ლაპარაკი მიდის საქართველოში ინვესტირებაზე, ეს შიშები კიდევ უფრო გამძაფრებულია შორიდან და ჩვენ კონსულტანტებს გვიწევს ლაპარაკი, რომ შეიძლება მოლოდინები, როგორც იყოს, აქ შეიძლება სამოქალაქო ომია და აქ ჩამოიქცა ქვეყანა და აქ უკვე ადამიანები ავტომატებით დარბიან და ერთმანეთს ხოცავენ.
ეს შეგრძნებები როცა აქვთ, ამის შეცვლაზე გვიწევს მუშაობა კონსულტანტებს, ასე რომ რეალობა ეს არ არის. რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ეტაპი გავიარეთ ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ, ეს მეორედ აღარ უნდა მოხდეს, ასე რომ თუმცა თქვენ უშუალო კომუნიკაციაში ხართ პოტენციურ ინვესტორებთან და უკვე არსებულ ინვესტორებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან პარტნიორების სახით IBCCS საქართველოს პორტფელში, ხო? რა თქმა უნდა, თქვენი კომპანიის გეგმებზე და 2024 წლის შეფასებაზე, როგორც აღნიშნე, ვისაუბრებთ აუცილებლად გადაცემის მეორე ნაწილში. მე მაინტერესებს ის კონკრეტული გზავნილები, რომლებიც საქართველოსდან გადის, რაც ხდება საერთაშორისო დონეზე თუ ქვეყნის შიგნით, როგორ რეაგირებენ ამაზე? გზავნილია ეს ინვესტორებისთვის თუ გაქვთ უკვე გამოხმაურება მათი მხრიდან? დღეს ქონდა ორი შეხვედრა, მათ შორის გერმანიიდან, ორივე სტუმრისგან და დამოკიდებულება ზუსტად იგივე იყო, რაც მანამდე არსებული შეხედულება. არსებობს ორი მხარე. არის პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური ინფორმაციას ღებულობს და არის მეორე ეკონომიკური გუნდის წევრები, რომლიდანაც სუფთა ბიზნეს და ციფრებზე დაყრდნობილ ინფორმაციას ღებულობენ. ერთი მეორესთან გადაჯაჭვა აქვს, მაგრამ არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. ისინი ვით ჩამოვიდნენ საქართველოში, ამბობდნენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკურად რა სიტუაცია აქვს, თავარი არის, რომ ბიზნეს გარემო ან ის ინვესტიციების რისი გაკეთებაც უნდათ, ის ერგებოდეს მათ ბიზნეს მიზნებს. მაგრამ მეორე ვინც შეიძლება არ ჩამოვიდა საქართველოში, ის ამბობს, რომ პოლისის ცვლილება საქართველოში თუ კი მოხდება, მაშინ რა მიმართულებით მოხდება, რომ იმის შესაბამისად დაგეგმონ შემდეგი ვიზიტი საქართველოსთან, ან არ დაგეგმონ საერთოდ. ამიტომ რომ ესეა ორად არის გაყოფილი ჩვენ რასაც უყურებთ და ჩვენ რასაც ვხედავთ. დიახ. თუმცა არსებობს შეფასებები და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ სხვადასხვა რესპონდენტის მხრიდან იქნებიან ეს იურისტები თუ ეს კონსულტანტები, ვინც მუშაობენ ხო სხვადასხვა ინვესტორებთან, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩერდება საინვესტიციო პროექტები შიდა განვითარებისთვის, თქვათ, კომპანიებში, თუმცა ბიზნესი მაინც ამ პირობებშიც აგრძელებს მუშაობას, არამედ საქართველოს გარედანაც ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგა და შემოეტანა ინვესტიცია, ისინიც ასე ვთქვათ, აპაუზებენ ამ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები? კი, და ზუსტად მაგას გულისხმობ, რომ აი ესეთი კლიენტებს ურჩევნიათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და თავად ნახონ ის რა ხდება, რომ დარწმუნდნენ, რომ ვთქვათ, ის რისკები, ვთქვათ, სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ან ფიზიკური რისკები, რაც შეიძლება ესმოდეთ შორიდან, რეალურად ეგეთი რისკები აქ არ დგას და ამიტომაც ურჩევნიათ, რომ ჩამოვიდნენ და შემდეგ მიიღონ თავიანთი ბიზნეს გადაწყვეტილებები. რაშიც ჩვენ ვეხმარებით, რომ დავუორგანიზოთ, რომ იცი რა მოდი ჩამოდი და ნახე და ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. რა თქმა უნდა, ინფორმაციას აწვდით ამ მიმართულებით. ჩვენი როლი ზუსტად ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იყოს. რომ კონსულტანტის როლიც ზუსტად ესაა და არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას ვაწოდოთ. ბუნებრივი ართულებს საქმეს. ძალიან დიდი თქვენ აღნიშნეთ, რომ პასუხისგებლობას ვერ იღებთ, თუმცა ამ კომუნიკაციის ნაწილში ძალიან ალბათ პასუხისგებლობას გრძნობთ, რომ სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ არ დააფრთხოთ ინვესტორი და ამავე დროს ის რეალობა ასახოთ, რაც ქვეყანაში არის, იმისთვის, რომ რაღაც გადამეტებული მოლოდინები არ შეექმნათ. ამიტომაც თუ გაინტერესებთ დიპლომატია მაღალ ხარისხში როგორ არის, შეგიძლიათ ჩვენი იმეილები და სამუშაო განლეგი ნახოთ. რაც შეეხება რიცხვებს, ძალიან კარგი მაჩვენებელია ზოგადად საინვესტიციო კლიმატის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რაც ქვეყნდება ხოლმე საქსტატის მიერ. დღეისთვის სამწუხაროდ მხოლოდ 9 თვის მონაცემები გვაქვს და 2024 წლის მაჩვენებლები გვექნება უკვე მარტში, ალბათ კი და გვექნება მარტის დასაწყისში. ეს 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით თლიან 9 თვეში შემცირდა დაახლოებით 40%. 976 მილიონამდე და 198 მილიონამდეა მესამე კვარტალში შემცირებული.
ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე მაშინ გააკეთა შეფასება, რომ ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული შემცირება, ანუ არჩევნებს ამაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ წლის 2024 წლის დასაწყისიც არ გქონია საკმაოდ ისეთი დაძაბული იყო. თქვენ როგორ აფასებთ, რა ფაქტორები განაპირობებს ზოგადად და ამ შემთხვევაში აი ამ მაჩვენებლებს რაც გვაქვს 2024 წლის ჯერჯერობით 9 თვეში. ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა. თუ კი რაიმე ტიპის მოლოდინები არსებობს, ყველა შემთხვევაში ეს არის შეფერხება ბიზნესისთვის რა. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უბრალოდ ამინდის პროგნოზი. მაგრამ თუ კი მოლოდინები არსებობს და რაღაცა გაურკვევლობა არის რაღაც მოკლევადიან პერიოდში ან გრძელვადიან პერიოდში, ეს ბიზნესისთვის არის დამაბრკოლებელი ფაქტორი და ის სწრაფად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და შესაბამისად ვერ მიყვება დინებას. რა თქმა უნდა, ეს შემოსავალზე და იმ ციფრებზე, რაზეც ილაპარაკეთ, იმაზე გავლენას ახდენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი, რაც ყველაზე სენსიტიური არის, უძრავი ქონება. და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად დაატყო ხელი მოლოდინებმა უძრავი ქონების ბაზარს, იმიტომ რომ დღეს ტრანზაქციები უძრავ ქონებაში შეჩერებულია. არა მხოლოდ გაყიდვები, იგივე გაქირავებები, იგივე ვთქვათ, მშენებლობის ციფრი, ანუ აი ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, თუ რას შვება მოლოდინები. დღესაც ეგ ფაქტორია, რეალურად მოლოდინი იმის რომ დასტაბილურდება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ვერ გაძლებს ამდენ ხანს ესეთ რეჟიმში, რაღაც დონეზე უნდა გასტაბილურდეს და აი ეს მოლოდინები აფერხებს და ამცირებს ამ ციფრებს, რასაც თქვენ ვილაპარაკეთ. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მარტში გვექნება, როგორია აი 24 წლის სრული სურათის მოლოდინი, როგორი გაქვთ მით უმეტეს თქვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ხართ ხო საერთაშორისო პარტნიორებთან, თქვენს კლიენტებთან. მე არ მაქვს უფლება რომ ვიფიქრო სხვანაირად, იმიტომ რომ მე ბიზნესის წარმომადგენელი ვარ და მე თუ ვიფიქრე რომ ბიზნესი იქნება ხარჯიანი ან ზარალიანი, უბრალოდ ბიზნესიდან უნდა გახვიდე. ამიტომაც მე არ მაქვს ხო უფლება, გარდა იმისა რომ მქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დასტაბილურდება და ბიზნეს ექნება შესაძლებლობა, რომ სტაბილურად, სწრაფად მიიღოს ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. სხვანაირად უბრალოდ ვერ იმუშავებს, განსაკუთრებით რთულია ეს პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა და ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ოპერაციებზე. თქვენ ცით, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს, რომ შესთავაზოს მსოფლიოს, ეს არის გეოგრაფიული ლოკაცია და ადამიანები. თუ ეს სერვისები არ გაიყიდა საქართველოსთან, თუ ეს სერვისები არ შემოვიდა და ეს არ გამოიყენა საქართველოს ეკონომიკამ როგორც რესურსი, სამწუხაროდ ვერ გაუძლებს დიდხანს, ესე ვიტყვი. ზუსტად ამ თემასებ მით ჩემი შემდეგი კითხვაც მოვინიშნე საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ ეს ზაფხულში თქვით წერტილში სტუმრობისას და ესე შეაფასეთ არსებული ვითარება საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, თუმცა დღეს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ნათია თურნავას განცხადება, რომ საქართველოს კვლავ რჩება ვენაში გააკეთა მან განცხადება ინვესტორებთან, საინვესტიციო კომპანიებთან შეხვედრისას, რომ საქართველოს კვლავ რჩება, მიმზიდველი რჩება საინვესტიციოდ საერთაშორისო კომპანიებისთვის, ინვესტორებისთვის, ხო? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის შიგნითაც ბიზნესი არც თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობს თავს, საქმის კეთების კუთხით გულისხმობ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ესე მკვეთრად არ აისახოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რაზეც ეს ნაბიჯ კეირავთ და ვაშენებთ, ხო, ამდენი წლის განმავლობაში და გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს. ძალიან რთულია დღეს ამ იმაზე საუბარი, რომ უნდა გამოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო რუკაზე გლობალურად, თუმცა მაინც როგორია თქვენი ასე ვთქვათ რეკომენდაცია და შეფასება? დაუბრუნდები ისევ მოლოდინებს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა კამპანია ვინმემ ან რამემ ან როგორმე ვაწარმოოთ, სამწუხაროდ გაშუქება ისეთი ექნება, რომ უბრალოდ რომ დაგუგლონ რა ხდება თბილისში, შეიძლება სამწუხაროდ
რეალური ან არარეალური შედეგები დადგეს. მაგალითად მოვიყვან კალიფორნიის ხანძარს, სადაც გავრცელდა ფოტოები, რომ ჰოლივუდის ნიშანი იწვოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში უბრალოდ ვანსხვავებ ფაქტებს, რომ არის რაც ხდება რეალურად, ისაც გვტკივა და გვაწუხებს და გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში შევცვალოთ და არის მეორე თუ როგორ შუქდება ეს და რა როგორ იყენებენ აქ თქვა თუნდაც საქართველოს არაკეთილი მოსურნეები, ხო? ამიტომაც ეს სანამ არ დაალაგდება და ეს გარემო სანამ არ შესუსტდება იმ დონეზე, რომ კონდეს შესაძლებლობა რომ გავიტანოთ გარეთ, ვფიქრობ რომ ჯერჯერობით ტყუილად დახარჯული რესურსი იქნებოდა პოპულარიზაცია ეხლა. თუმცა უბრალოდ ციფრები რომ ავიღოთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ფურცელზე, საგადასახადო კოდექსით, ის რომ კოდექსი დაცულია კონსტიტუციით, ის რომ რეგისტრაცია მარტივია, ის რომ ბიუროკრატია ნაკლებია, ის რომ უნდა პოზიციონირდეთ. ამით უნდა პოზიციონირდეთ, ეს ფაქტია, ესეა. იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ რამდენად გაოცებულები არიან ადამიანები, როცა აქ ჩამოდიან რამოდენიმე ათეული მილიონის ინვესტირებისთვის და ოპერაციები არის ძალიან მარტივი. ხო, დააფუძნე, გახსენი, დაიწყე ოპერაციები, ოღონდ იმუშავე საქართველოდან, ოღონდ გააკეთე საქართველოდან. და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც შეიძლება რომ გადაიქცეს ღირებულებად. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი თქვათ ეხლა რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ მე მაინტერესებს ასევე კერძო სექტორის როლი, ხო, თქვენ საკონსულტაციო კომპანიას მართავთ და თქვენ როგორია საკონსულტაციო კომპანიების როლი აი ამ პროცესში, იმისთვის რომ თქვენ დაიჭიროთ ეს ინვესტორები და არ გაუშვათ? ჩვენი როლი უმნიშვნელოვანესია მანდ, მაგრამ არა დაჭერაში და არ გაშვებაში, არამედ ინფორმაციის გავრცელებაში. იმიტომ რომ ჩვენი პირდაპირი ფუნქცია არის ინფორმაციის გაზიარება. ჩვენ გვენდობიან, გვეკითხებიან აზრს და ვუზიარებთ ამ აზრს. შესაბამისად, ჩვენ სადაც მონაწილეობთ, ეს იქნება კონფერენცია, ფორუმი, შეხვედრა, ფასიანი კონსულტაცია თუ უფასო კონსულტაცია, ჩვენი პირდაპირი როლი არის, რომ ეს ინფორმაცია გავაზიაროთ. აბსოლუტურად რეალურად ნებისმიერ სხვა საკონსულტაციო ჯგუფშიც რომ მოხვდეთ და იკითხოთ, საქართველოს შესაძლებლობები არის უნიკალური და სხვადასხვა სტრუქტურაში შეიძლება კარგად ჩაჯდეს და ბევრმა ბიზნესმა უბრალოდ დაზოგოს თავისი ხარჯები, საგადასახადო თუ საოპერაციო. კიდევ ერთხელ გეოგრაფიულად ისეთი ადგილი გვაქვს, რომ აქ წარმოებული პროდუქცია თუ კი მიიღებს სერტიფიკატს, რომ წარმოებულია საქართველოში, ევროპაში შეუძლია გაყიდოს იმპორტის გადასახადის გარეშე, ყურის ქვეყნებშიც, აზიის ქვეყნებშიც და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს შესაძლებლობები ხანდახან დაუჯერებელია, როცა ინვესტორებს ვეუბნებით, რომ იცი რა, ფაქტია, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებას გეუბნებით. დღესაც გავიმეორო, დღესაც ჯერ კიდევ არის აღმოუჩენელი საქართველოს შესაძლებლობები და ვერ იყენებს საქართველოს იმ შესაძლებლობებს, რაც დაუჯერებელია თქვენი თქმით და რაც გვაქვს. ჯერ არ არის გამოყენებული. მე არ ვიცი, მე არ მაქვს ცდომა ინფორმაციაზე ვერ იყენებს თუ არ იყენებს. მე ფაქტს გეუბნებით, რომ არ არის გამოყენებული, იმიტომ რომ ბიზნეს ჯერ კიდევ ჭირდება რაღაც დრო, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდეს. ამის შესახებ რაღაცეებმა ილაპარაკონ, გავრცელდეს ეს ინფორმაცია, რომ ამ მექანიზმმა დაიწყოს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომიც არ აშენებულა ერთ ღამეში, ასე რომ ეს ამას დროს სჭირდება. და ამ პროცესში ყველაზე არ იქნება მარტივი ალბათ ბიზნესის კეთება, როდესაც გვაქვს თვეზე მეტია უკვე ესეთი მდგომარეობა გვაქვს. მინდა კითხოთ ბიზნესის კეთების სირთულეებზე კრიზისულ სიტუაციებში. თქვენ მრავალმხრივ საკონსულტაციო მომსახურებას უწევთ სხვადასხვა ტიპის ბიზნესს, სხვადასხვა სექტორში, ხო? როგორ ფიქრობთ იმ პერიოდში, როდესაც თავად ბიზნესიც ცოტა ისეთი არც თუ ისე პოზიტიურად უყურებს მომავალ პერიოდს, ბიზნესის ნაწილი შეგვიძლია ვთქვათ, დააფასებენ თავის განვითარების შესაძლებლობებს, მაგრამ მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, სულაც აგრძელებს, ვითარდება, ზოგი რეალოკაციის შეთავაზებით, ზოგი საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირის გადატანით, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეძლოს ბიზნესმა ამ რთულ პერიოდში, კრიზისულ პერიოდში ოპერირების გაგრძელება? რა არის ერთიანი ფორმულა, შეიძლება ისე არ მოიძებნოს, თუმცა აი რამდენიმე მიმართულება რო გითხრათ, რასაც ურჩევთ ამ მიმართულების ბიზნესებს. იგივე ყველაზე აქტიურად რაც შემოდის ვთქვათ თქვენ საკონსულტაციო კომპანიაში. ჩვენთან რაც შემოდის, ჩვენთან
ძირითადად ვეხმარებით ხოლმე რომ სწორად დაალაგდნენ, გადაწყვეტილებები სწორად მიიღონ და ინფორმაცია სწორად შეაგროვონ. ეს იქნება ვთქვათ, კვიპროსში გასვლა, ან შემოსვლა საქართველოში, ან დუბაიში გასვლა და რაღაც სამკუთხედების აწყობა. მაგრამ კითხვას, რასაც მე ვისვამთ, უფრო რთული არის მან მეორე ნაწილი, როცა მენტალურად არის რთული აქ ბიზნესის კეთება. თორემ კიდე ერთხელ ვამბობ, თუ კი ბიზნესში ხარ და რაღაც მომენტში დაუშვებ, რომ ეს ბიზნესის კეთებას აზრი აღარ აქვს, მაშინ იმ ბიზნესში აღარ უნდა იყო და ეს უკვე რაღაც ფრუსტრაციის ნაწილია. მაგდონემდე ვფიქრობ, რომ არ უნდა მივიდეთ და არ შეიძლება რომ მივიდეთ. ეგ ნიშნავს, რომ ბევრი რაღაც ჩამოიშლება და ბევრი პროცესი უბრალოდ გაჩერდება. ამიტომაც მანდავა, რომ თუ კი ბიზნესში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყოთ, რომ ეკონომიკა მიარსებობს. იმიტომ რომ თუ ეს არ იქნება, თუ ეს არ იარსებობს, მაშინ ნიშნავს, რომ ტელევიზიაში განათება ახალი აპარატურა ვერ იქნება. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, რომ ბიზნეს მივცეთ ის გზები და ის შესაძლებლობები, რომ რაც არ უნდა რთული გარემო და რთული იყოს შინაგანად ამ ყველაფრის გაკეთება, ვაიძულოთ ჩვენი თავი და ბიზნესი რომ იმუშაოს და წინ წავიდეს, სხვა უფლება არ აქვს. თვლით თუ არა ირაკლი, რომ აი ეს მენტალურ განვითარებას, რასაც თქვენ ადრეც გისაუბრიათ, ხო, მენტალურ განვითარებას, ბიზნესი უნდა მენტალურად განვითარდეს, ქართული ბიზნესი, თქვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, თუ იყო ამის ერთ-ერთი გამოხატულება ის ხმამაღალი განცხადებები, რაც ბიზნესმა გააკეთა free business ჯის პლატფორმაზე გაერთიანებით და თავისი პროტესტის დაფიქსირებით და ამ მოთხოვნებით, რაც გაჟღერდა. როგორც ადამიანი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, ბიზნესიც დამოუკიდებელი ერთეულია და თავის გადაწყვეტილებებში თვითონ თავისუფალია. სამწუხაროდ მე ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება რომ ვინმე ბიზნეს თავისი მენტალური განვითარება ან მენტალური მზაობა ან იმის გასაკეთებლად შევაფასო. მე ჩემს გადაწყვეტილებებზე შემიძლია მენტალურ განვითარებაში, აი რა არის მთავარი ის რაც 90-იან წლებში ბიზნესის კეთებად როგორც აკეთებდნენ ბიზნეს ეხლა არ მუშაობს. ვერ იმუშავებს. ხო, აი თქვენი ფორმულა ამ შემთხვევაში როგორია? უბრალოდ მეტი იმოგზაურონ, მეტი კომუნიკაცია გქონდეთ საერთაშორისო ბიზნესებთან და მეტი გამოცდილება წამოიღონ. ესეა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საზღვრებში, ჩვენ ჯერ შეგვიძლია რომ თავისუფლად ვიმოგზავროთ, დარწმუნებული ვართ, ასეც იქნება და მეტი ინფორმაცია, მეტი გამოცდილება შემოიტანონ და მზად იყვნენ ახალგაზრდებს დაუთმონ მართვის შესაძლებლობა და არ ქონდეთ პრობლემა დელეგირების და მენეჯმენტის ცვლილების. იმიტომ რომ ახალ მენეჯმენტს, ახალ გამოცდილებას, ახალი შესაძლებლობები მოაქვს და არა პირიქით. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი საერთაშორისო კომპანია ოპერირებს, საერთაშორისო ბრენდი და ეს ერთგვარად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ნაწილიც არის ალბათ. თქვენს კომპანიაზე რომ გადავიდეთ, როგორი იყო IBCCS საქართველოსთვის 2024 წელი, როგორ დახურეთ, თუ შეგიძლიათ ფინანსური მაჩვენებლებით რომ დავიწყოთ, შეძლებთ თუ არა გასულ წელს მათი გაუმჯობესება და თუ ეს რიცხვებს ვერ დავასახელებთ, პროცენტული მაჩვენებლებით მაინც რომ გითხრათ ბიზნესურად შევხედოთ თქვენს კომპანიას. მოლოდინებს ვერ მივახცეთ, ესე გეტყვით, გაუმჯობესება იყო, მოგებაზე გავედით და შედეგებიც დადებითი იყო, თუმცა მოლოდინები რაც ჰქონდა, სამწუხაროდ მოლოდინებს ვერ მივახცეთ და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია. იმიტომ რომ ვის თუ არა ჩვენ უნდა დავაბრალოთ ჩვენ თავს. ამიტომაც წელს გადავწყვიტეთ რომ ვერაბრალებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ვერაბრალებ ვერაფერს, იმიტომ რომ მე მხოლოდ ჩემ თავის, იმიტომ თანადამფუძნებელი ვარ დირექტორი ამ კომპანიის და თუ კი არსებობდა გამოწვევები, მე უნდა წინასწარ მემუშავა იმაზე, რომ სხვანაირად არ მაქვს უფლება. იმიტომ რომ ჩემი კომპანიაა და სხვანაირად არ შემეძლო, რომ უკეთესად უნდა გამეკეთებინა, ამის თქმა მინდა. მაგრამ ვისწავლეთ, რომ გვჭირდება ცვლილება რაღაცეების. 25 წელი იქნება ჩვენთვის შიდა ორგანიზაციული ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი, იმიტომ რომ დავიმატეთ ორგანიზაციაში ახალი წევრები და დავიმატებთ კიდე და შევცვალეთ საორგანიზაციო, საოპერაციო პროცესები და მთელ წელს ამის ზრდას და ამის ცვლილებას დავუთმობთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ,
რომ 26 წელი როცა ჩვენთვის ნაკადი გაიზრდება კლიენტების, ჩვენ გაცილებით მზად უნდა ვიყოთ ახალი გაზრდილი ნაკადის გასატარებლად. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, დუბაის გარდა ყურის ქვეყნებში განვიხილავთ კიდევ ერთ ქვეყანაში ოფისის გახსნას. დუბაი 2024 წლის მონაგარია? დიახ, დუბაი 24 წლის მონაგარია, დაახლოებით 6 თვიანი ისტორია აქვს უკვე დუბაის ოფისს, თუმცა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დუბაიში დაიწყო დაბეგრები corporate income tax-ი, საშემოსავლო გადასახადი, კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი დაბეგრეს 9%-ით და ამან გამოიწვია ბევრი ბიზნესების იქიდან გამოსვლა ან სტრუქტურების შეცვლა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ დაგვეკავშირებინა იგივე საქართველოსთვის, ან ესტონეთისთვის, ან კვიპროსისთვის და ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს შეიძლება ჯერ ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული რომელ ქვეყანაში თუ კი გადავწყვეტ, რომ ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში დავამატოთ კიდევ ერთი ოფისი. რომ შევაფასოთ 2024 წლის შედეგები, ისევ იმას მიუბრუნდები და ახლობით რამდენი პარტნიორი კლიენტი ყავთ დღეისთვის, მე თქვენს ვებგვერდზე ვნახე 24 იყო აღნიშნული, რამდენი ყავთ დღეისთვის და ვთქვათ, რომელი ქვეყნებიდან არიან ძირითადად ეს პარტნიორები? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ასევე რა სფეროებშიც ესეც საინტერესო იქნება. მაგას ვამბობდი, რომ ჩვენ გვყავს საბუღალტრო მიმართულება ცალკე, საგადასახადო მიმართულება ცალკე, ერთჯერადი საკონსულტაციო ცალკე და იურიდიული მიმართულება და ადმინისტრაცია ცალ-ცალკე. შესაბამისად, ამ სეგმენტების მიხედვით, რომ დავყოთ საქართველოს ოფისს დაახლოებით 153 საერთაშორისო კლიენტი ყავს და დაახლოებით 50-მდე ქართული კლიენტი ყავს, რომელიმე ამ სეგმენტიდან ვემსახურებთ. ანუ უხეშად 200-მდე ესეთი კლიენტი ყავს საქართველოს ოფისს. ჯამში რო შევხედოთ ჩვენს ოფისებს, დუბაის ჩათვლით დაახლოებით 550 კლიენტი ყავს მთლიანად, რომელსაც ვემსახურებით ერთი ან რომელიმე სეგმენტი. ან რამდენიმეთი ერთად. აი ეს ქვეყნების იმაში რო გითხრათ ქვეყნების ჭრილში საქართველოს ყველაზე მეტად ემსახურება პოლონეთს, გერმანიას, კვიპროს, ბელგიას, საფრანგეთს, ევროპის ქვეყნებიდან ამათ, ისრაელი და გაერთიანებული საემიროები ჩვენს ქვედა მხარეს სამხრეთიდან და აღმოსავლეთის მხრიდან ყაზახეთი. თქვენს Facebook გვერდზე გავრცელებული ქონდათ გუშინ თუ არ ვცდები ინფორმაცია, რომ თებერვლის დასაწყისში მიემგზავრებით რუმინეთში, სადაც უნდა გამართოთ აქტიურად უნდა შეხვდეთ ადგილობრივ რუმინულ კომპანიებს და გააცნოთ საქართველოს შესაძლებლობები. უფრო მეტი რო გაგვიზიაროთ ამ ვიზიტის შესახებ, რა იქნება თქვენი მიზანი და რა მოლოდინები გაქვთ, რა თქმა უნდა, რუმინეთიდან? ასეთ ვიზიტებს ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, დაახლოებით 2 თვეში ერთხელ ჩვენს დაგეგმილად მუდმივად გვაქვს განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით, თუმცა სხვა მიმართულებითაც მოგზაურობთ ხოლმე. რუმინეთში რაც მიმაქვს, არის რუმინეთში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც უკვე წელს შევიდა ძალაში, იქ საგადასახადო კოდექსი შეიცვალა და ძალიან მძიმე გახდა იქ ბიზნესის კეთება და კიდევ ერთხელ მთავარი მისია, რაც ფიქრობ, რომ მე მიმაქვს, არის საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რამდენად ადვილი აქვს კეთება ბიზნესის და თუნდაც ის, რომ ქართული პროდუქცია, ქართული წარმოებული პროდუქცია ისევ რუმინეთში შევიდეს იგივე საგადასახადო ბეგარით. ვაჭრობის ნაწილში ალბათ. როგორი იქნება მოლოდინები? ალბათ რადგან შესწავლილი გაქვთ ბაზარი, გარკვეული მოლოდინებიც გექნებათ გათვლები, ხო, გაკეთებული? გარდა იმისა, რომ დაგეგმილია ვიზიტი, მე მოწვევაც მაქვს, რომ რამდენიმე ბიზნესისთვის კონკრეტულად მათ მიმიწვიეს, რომ ჩავიდე და მათთან კონსულტაცია გავუწიო, მათ კონკრეტულ რელოკაციის პროექტზე. სამწუხაროდ არ შემიძლია რომ გითხრათ კონკრეტული საწარმო, რომელთანაც ჩავდივარ, თუმცა თხოვეს მათ და გადამიხადეს, რომ ჩავიდე იქ და მათ გავუწიო კონსულტირება. ირაკლი, როგორია 2025 წლის გეგმები? აი კონკრეტულად თქვენ დუბაი ახსენეთ, რომ 2024 წელი იყო ამ მიმართულებით წარმატებული თქვენი კომპანიისთვის. 2025 წელს რა გეგმები გაქვთ? თქვით, რომ 2026-დან უკვე ელოდებით გაზრდილ მოთხოვნას და რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? რა მაჩვენებლებზე აპირებთ გასვლას? თუ შეგიძლიათ, რომ აი სტრატეგია გაგვიზიაროთ 1 წლის ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება.
მუშაობა? კი, სტრატეგიასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ რომ ეს რაღაცა პირობის დადებასავით იქნებოდა, თუმცა პირობას გაძლევთ ცალსახად, რომ 2025 წლის ბოლოს თუ მექნება შესაძლებლობა რომ მოვიდე, ჩვენი ბრენდის შესახებ გაცილებით უფრო მეც ეცოდინებათ, ჩვენი ოფისები ვფიქრობ, რომ 11 ფილიალში, 11 ქვეყანაში იქნება გახსნილი და შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს, დღეს თუ ამას ვახერხებთ 30 თანამშრომლით, წლის ბოლოს შეიძლება 50-მდე თანამშრომლით შევწყვეტ. ასე რომ აი ეს ცვლილებები, რაც შემეძლია რომ დავაანონსო წლის ბოლოს. საქართველოს ფიასკოა. წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი გარემოც იქნება ქვეყანაში იმისთვის, რომ წლის ბოლოს 2026 წლის დასაწყისში თქვენ შეძლოთ თქვა, რომ ნამდვილად წარმატებული წელი გქონდა და ის მიზნები, რაც დაისახეთ, მიაღწიეთ წარმატებით. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ და გაგვიზიარეთ, შეგვიფასეთ ქვეყანაში არსებული ვითარება და გავლენა ბიზნესზე. მადლობა. რედაქტორი ამით დასრულებულია, ჩვენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.